პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა დღეს მზია პეტრიძის სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. გიორგი დიასამიძემ დიასახლის ის სოციალური პროგრამები გააცნო, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში პარტია ამომრჩეველს შესთავაზებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა აქცენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების ვაუჩერულ დახმარებაზე, გადამზადებისა და იაფის ესხის პროგრამებზე გააკეთა. მზია პეტრიძე შვილთან ერთად ოპიზრების ქუჩაზე მდებარე 12 კვადრატულ მეტრ ბინაში უკვე 6 წელია ცხოვრობს და თავს მხოლოდ სოციალური შემწეობით ირჩენს. დიასახლისმა მერობის კანდიდატს წყლის, კანალიზაციის, გაზიფიკაციის პრობლემების მოგვარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თხოვნით მიმართა. გვაწუხებს კანალიზაცია არ არის. დავიცი, უბრალოდ თქვენ თვითონ გადახედეთ რა მდგომარეობაშია ქუჩები, წყალი დგება, ბავშვები ძალიან ბევრი არიან. უკაცრავად ტუალეტები ჩვენი თვითნებურად გაკეთებულია და ყველას ის აქვს, რა ქვია, სუნი და საშინელება ანტისანიტარია, რასაც ქვია. დავიწყებთ იმით, რომ კომუნალური გადასახადების დაფარვაში მივეხმარებით 100 ლარიანი ვაუჩერით, იმიტომ რომ ყველა ასეთ ოჯახთან შეხვედრის დროს კომუნალური გადასახადების პრობლემას აყენებენ, ამბობენ, რომ ეს არის ძალიან ძნელი. ასევე ვაპირებთ ამ ადამიანებისთვის გავაგრძელოთ პროგრამა ბათუმი ბარაკების გარეშე, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.